გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ანეკდოტი, ძველი ანეკდოტი არის. ძველი ანეკდოტები იმით ჯობია, რომ ახალი ანეკდოტი ყველა მიცის და ძველი ბევრს დავიწყებული აქვს, ზოგმა არც იცის და ახალია თავისთავად მათთვის ეს ძველი ანეკდოტი და ესეთი ანეკდოტი გამახსენდა იმერელი ჯადის ერთ-ერთ კუთხეში სტუმრად არ დავასახელებ რომელ კუთხეში. და იმდენ ხანს მოუწევს ამ კუთხეში სტუმრად ყოფნა, რომ წვერი გამოუვა და გასაპარსი აქვს რა, უნდა წვერის გაპარცვა და წავა მოძებნის დალაგს რა. და შევახა და დაждდება და მოემზადება ასე ხელს მოიღერებს ახლა წვერი აქვს გასაპარსი და დალაგი ახლა ამზადებს წვერის გასაპარსად ჯამი იყო ადრე ჯამში საპონს რო ჩადებდნენ იქ მერე ჩოთკით ასე ქაფავდნენ წყალს ჩაასხავდნენ და ასე ქაფავდნენ ამ საპონს და ისე უსვავდნენ ქავს წვერზე და ასე პარსავდნენ ადრე ასე იყო რა არ იყო თანამედროვე ქაფები და ის და ეს დალაგიც აიღებს ჯამს და ჩოთკს ასე უსვავს ამ საპონს ოღონ წყლის მაგივრად შიგნით ჩააფურთხებს და ისე ქაფავს და დაინახავს ეს იმერელი გადირევა რა საკეთებო არ სტუმარი იციო არც პატივისცემაო არც ცდილობაო რა უბედურება არისო ეს და ეს დალაგი უგნება შენ სტუმარი რო ხარო მიტო ჯამში ჩავაფურთხავ და ქაფავო რა ასე თუ არა ჩვენებურებს ჩვენ ხახსო პირდაპირ სახეში ვაფურთხებთო და ასე ქაფავთ სახეზე წვერზე ქაფს ასე უსვავთ რა ხო ცოტა უცნაური იუმორი არის ანეკდოტი მაგრამ ანეკდოტი არის და ვისაც მოგეწონათ და ლაიქეთ მადლობა